ბათუმში ღამით პოლიციის თანამშრომელი მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ღამის კლუბ ლეგასთან ჩხუბი ღამის 2 საათზე დაიწყო. ინციდენტის შედეგად დაიჭრა 5 ადამიანი, მათგან 1 გარდაიცვალა. ჩხუბის მიზეზი უცნობია. სულ ალბათ 2:30-ისთვის 2-დან 2:30-მდე მოხდა შემთხვევა. არიან დაჭრილები, არის გარდაცვლილი სამწუხაროდ როგორც ვიცი. და მიმდინარეობს გამოძიება. ვიდეო კამერები არის დაყენებული, ამოღებულია ყველა ჩანაწერები და სამართალდამცავებმა წაიღეს ყველაფერი. პერსონალი გადაყვანილია საგამოძიებო სამსახურში ყველა. ხმაური მე პოლიციელი მოკლესობა შეომედი არ ხდება. მე თვითონ პოლიცია ძალიან გადაგვიყვანა და ძალიან კარგი გულა. პოლიციის განზრახველობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. ცხელკვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული მამაკაცი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ღამით ბათუმში ერთ-ერთ კლუბში ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა აჭარის მთავარი სამმართველოს უმცროს ინსპექტორს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მიყენებული ჭრილობის შედეგად პოლიციის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრებით ნივთკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს. გამოძიება განზრახველობის ფაქტზე მიმდინარეობს. ცხელკვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განზრახველობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ, რომელიც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. აღნიშნულმა პირმა ბათუმში ერთ-ერთ კლუბში ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. უმცროსი ინსპექტორი მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახველობის ფაქტზე მიმდინარეობს.